წარსულში დედამიწა მართლაც სრულიად განსხვავებული ადგილი იყო. მის ეკოსისტემებში ბინადრობდნენ არსებები, რომლებიც ზომით, ძალითა და გარეგნობით დღესაც წარმოუდგენლად გამოიყურებიან. ზღვები, ტყეები და ცა სავსე იყო მტაცებლებით, რომლებიც თავიანთ გარემოს სრულიად აკონტროლებდნენ. ადამიანის წინაპრები კი ამ სამყაროს მხოლოდ გვერდიდან აკვირდებოდნენ. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან ელჩენელია. დღეს წარმოგიდგენთ 10 ყველაზე შთამბეჭდავ და საშიშ არსებებს დედამიწის წარსულიდან. მაშასე, დავიწყოთ. ნომერი 10. კეცალკოატლუსი. კეცალკოატლუსი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მფრინავი არსება, რომელიც ოდესმე დედამიწაზე არსებობდა. იგი ცხოვრობდა გვიან ცარცულ პერიოდში და მისი ფრთების სიგრძე დაახლოებით 10-11 მეტრს აღწევდა. მიუხედავად უზარმაზარი ზომისა, ის ეფექტური მფრინავი იყო და ძირითადად ხმელეთზე ნადირობდა. ითვლება, რომ იკვებებოდა პატარა დინოზავრებით, ლეშითა და მცირე ზომის ცხოველებით. მისი გრძელი ნისკარტი საშუალებას აძლევდა პატარა ცხოველების სწრაფად დაეჭირა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დიდი ფრთებით მნიშვნელოვან მანძილზე გადაფრენაც შეეძლო. ნომერი 9. საშინელი მგელი. იგივე დირე მგელი. საშინელი მგელი იყო ყინულოვანი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტაცებელი. ის თანამედროვე მგელზე ოდნავ დიდი და გაცილებით მასიური აღნაგობის იყო. ცხოვრობდა ჯგუფებად და ერთობლივი ნადირობით ახერხებდა დიდი ცხოველების მონადირებას. მისი ნაშთები დიდი რაოდენობით აღმოჩენილია ლა-ბრიეტარ ფიტში, რაც მიუთითებს, რომ ეს სახეობა ფართოდ იყო გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში. ნომერი 8. ლიოპლეუროდონი. ლიოპლეუროდონი იყო იურული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საშიში საზღვაო მტაცებელი. მისი სიგრძე დაახლოებით 6-დან 10 მეტრამდე აღწევდა, თუმცა მისი ძალა და ყბის სიძლიერე ბევრად აღემატებოდა ზომას. იგი სწრაფი და ეფექტური მონადირე იყო, რომელიც ზღვის ეკოსისტემაში მწვერვალზე იდგა. ძლიერი ფარფლებით ის სწრაფად ძურავდა, ხოლო ძლიერი ყბებით დიდ მსხვერპლს ადვილად იჭერდა. ნომერი 7. მეგატერიუმი. მეგატერიუმი იყო გიგანტური მიწის ზარმაცი, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობდა. მისი სხეულის სიგრძე რამდენიმე მეტრს აღწევდა, ხოლო უკანა ფეხებზე წამომდგარი მისი სიმაღლე დაახლოებით 6 მეტრამდეც შეიძლებოდა ყოფილიყო. მიუხედავად მშვიდი გარეგნობისა, მას ჰქონდა ძლიერი წინაკიდურები და გრძელი ბრჭყალები, რომლებსაც როგორც კვებისთვის, ასევე თავდასხმისთვის იყენებდა. ითვლება, რომ ასეთი ზომისა და ძალის წყალობით მას შეეძლო თავი დაეცვა იმ დროის მტაცებლებისგან. ნომერი 6. ფორუსრაკიდები, საშინელი ფრინველები. ფორუსრაკიდები იყვნენ გიგანტური მტაცებელი ფრინველები, რომლებიც ძირითადად სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობდნენ. მათი სიმაღლე ზოგ შემთხვევაში 3 მეტრს აღწევდა. მათ ჰქონდათ ძლიერი ფეხები და მკვეთრი ბრჭყალები, რაც მათ საშუალებას აძლევდა სწრაფად დაეჭირა და დაემარცხებინათ მსხვერპლი. ისინი თავიანთ ეკოსისტემაში ერთ-ერთი მთავარი ხმელეთის მტაცებლები იყვნენ. ნომერი 5. ენტელოდონი, ჯოჯოხეთის ღორი. ენტელოდონი, ცნობილი როგორც ჯოჯოხეთის ღორი, იყო ძლიერი და აგრესიული პრეისტორიული ძუძუმწოვარი. ეს სახეობა ცხოვრობდა ოლიგოცენის პერიოდში და ჰქონდა მასიური თავი, ძლიერი ყბები და მძლავრი კბილები.
მიუხედავად ღორის მსგავსი გარეგნობისა, ის არ იყო ნამდვილი ღორი. იგი ყოვლის მჭამელი იყო და როგორც ნადირობდა, ასევე ლეშსაც მიირთმევდა. ითვლება, რომ ის იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ძუძუმწოვარი იყო. ნომერი 4. არქტოდუს სიმუსი, გიგანტური მოკლესახიანი დათვი. არქტოდუს სიმუსი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხმელეთის მტაცებელი ყინულოვან ეპოქაში. უკანა ფეხებზე წამოდგომისას მისი სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრს აჭარბებდა. მისი გრძელი კიდურები მას საშუალებას აძლევდა სწრაფად ემოძრავა დიდ მანძილზე. სავარაუდოდ, ის იყო ოპორტუნისტი მტაცებელი, რომელიც როგორც ნადირობა, ასევე ლეშსაც იყენებდა. ნომერი 3. პურუზავრი. პურუზავრი იყო გიგანტური კაიმანი, რომელიც მიოცენის პერიოდში სამხრეთ ამერიკის მდინარეებში ბინადრობდა. მისი სიგრძე 10-12 მეტრს აღწევდა და ჰქონდა უკიდურესად ძლიერი ყბები. იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წყლის მტაცებელი, რომელსაც შეეძლო დიდ ცხოველებზე ნადირობა. როგორც ცნობილია, მის ეკოსისტემაში პრაქტიკულად არ არსებობდა კონკურენტი მტაცებელი. ნომერი 2. ლევიატან მევილი. ლევიატან მევილი იყო გიგანტური მტაცებელი ვეშაპი, რომელიც მიოცენის ოკეანეებში ცხოვრობდა. მისი სიგრძე დაახლოებით 13-18 მეტრს აღწევდა. მას ჰქონდა უზარმაზარი კბილები, რომლებიც 30 სანტიმეტრსაც კი აჭარბებდა. ითვლება, რომ ის კონკურენციას უწევდა იმ დროის სხვა დიდ მტაცებლებს, მათ შორის პრეისტორიულ ზვიგენებსაც. ნომერი 1. თერიზინოზავრი. თერიზინოზავრი იყო ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დინოზავრი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მცენარეებით იკვებებოდა, მისი გარეგნობა ძალიან შთამბეჭდავი და საშიში იყო. მისი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი იყო გრძელი ბრჭყალები, რომლებიც 70-100 სანტიმეტრამდე აღწევდა. ბრჭყალებს ხმარობდა როგორც მცენარეების მოსაწყვეტად, ასევე თავდაცვისთვის. მისი უცნაური სხეულის სტრუქტურა მას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უნიკალურ დინოზავრად აქცევს. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ არსებებისა, რომლებიც ოდესღაც ჩვენს პლანეტას ბატონობდნენ. ყოველი ახალი აღმოჩენა გვახსენებს, რომ დედამიწის წარსული გაცილებით უფრო უცნაური და გასაოცარია, ვიდრე ხშირად ჩვენ წარმოგვედგინა. მეცნიერები დღემდე იკვლევენ ამ სამყაროს და თითქმის ყოველწლიურად ახალ სახეობებს აღმოაჩენენ, რაც კიდევ უფრო აფართოვებს ჩვენს ცოდნას. ამით კი ეს ვიდეო დასრულდა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დააფიქსირეთ მოწონება, ხოლო თუ არ მოგეწონათ, დააფიქსირეთ არ მოწონება. გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ მომავალ საინტერესო ვიდეოებს. წარმატებებს გისურვებთ და მომავალ ვიდეომდე. ნახვამდის.